როლანდ გიორგაძე უხილავის სენი ვაკე უკან ჩამოიტოვა აღმართი დაიწყო პატარა შემაღლება ზეგანი მერე დამრეცი პატარა ხევი ხევს მიღმა ისევ შემაღლება რომელიც გოჯა მიიწევს წინ სანამ მომცრო ზომის მთად არ გადაიქცევა მერე ისევ დამრეცი ჩხრიალა ნაკადული უამრავლოდებს ნაალერსევი აკაფებული კისრის ტეხით დაბლა რომ მიექანება ისევ მთა უფრო მაღალი და შერეული ტყით დაფარული მიზემოთ კი დაღარული ფრიალო კლდეები შიშის მომგვრელი სამარაჟა მოძილს მიცემული მყინვარები და გოროზად მომზირალი ფეხ დაუკარებელი სპეტაკი თოვლით შემოსილი მწვერვალები რომლებიც მზის დაცემისას ენით აუწერელ ფერთა გამას ქმნის ცის თახს მიბჯენილი ზემოთ კრძალვითი მზირება ქვემოთ კი მედიდურად უკიდეგანო და უსასრულობამდეა გაწელილი რომელიც ხან სილურჯეში ინთქმება ხან ყომრალი ხან კიდევ სპეტაკი ფერის ღრუბლებით იმოსება რა საამური საცქერია ზემოდან იშლებიან იცრიცებიან ხან აბორგდებიან და მთასავით აისვეტებიან ხან კი ზვავივით დაინთქმებიან და გაწვებიან ცის კაპატონზე ასე მსუბუქად თავი არასოდეს უგრძნია ბუმბულივით დაფარფადებდა რა თავისუფლად ფრენ რა ნეტარებაა ახლა მაინც ავისრულე ბავშვობის ოცნებასო და გადაეშვა სპეტაკ ოკეანეში ინავარდა იბობღა იკოტრიალა ხან ყირა გაჭიმა ხან მალაყები მერე გულაღმა გაიშოტა და თვალების სესკნელს მიაბჯინა შორს ზემოთ ძლივს შესამჩნევი მქრქალი კიბე შენიშნა იქით გაცურდა ის იყო ხელი უნდა წაევლო მოქანავე კიბისთვის რომ გვერდში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო თავი მოაბრუნა უსაშინლესი ურჩხული შემზარავის იმახინჯე ზურგზე მოჯდომოდა და ბასრი კლანჭებით გვერდებს უფლეთდა მერე ფილტვებს მისწვდა და უმოწყალოდ ჩხვლეტდა სუნთქვა შეეკრა იხრჩობოდა იგუდებოდა ხრიალებდა თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა ჩასისხლიანებული თვალებით აქეთ-იქით მიმოიხედა მშველელს ეძებდა და განწირული ხმით ამოიხრიალა მიშველეთ არიქა ბიჭებო ჟანგბადი შემოესმა მიღმიეთიდან მერე უკუნმა მოიცვა ყველაფერი თითქოს დაიშალა გაიბნა ჩაიძირა ჩაინთქა და უსასრულობას შეერწყა როდის გაახილა თვალი გაცრეცილ ღრუბლებში დაცურავდნენ უცნაურ სამოსიანი არსებები სკაფანდრში გახვეულები უცხო პლანეტელები ნეტავი სადა ვარ მერე რაღაც უჩვეულო ძალა მისევ ზეცაში ატყორცნა სიმსუბუქე არანაირი ტკივილი ნეტარება ისევ თეთრი ფთილა ღრუბლები შორს ისევ მქრქალი მოქანავე კიბე ახლა მაინც მივწვდებიო გაიფიქრა მიუახლოვდა
წაეტანა ხელით, მაგრამ გამოვთ. ისევ საშინელი ჩხვლეტა გვერდებში. მერე ვიღაც ყელშიც წაეტანა. ისეთი ძალით უჭერდა, თითქოს ხორხის გამოგლეჯვა სურდა. აუტანელი და სულის შემხუთავი ტკივილებისაგან გონდაკარგული სივრცეში გაიხსნა, უწვრილეს ნაწილებად დაიშალა და გაქრა. საიდანღაც რაღაც ჰანგი შემოესმა, რომელიც ისეთ მჭექარე ხმაში გადაიზარდა. გონებიდან ნისლები ნელ-ნელა გაკრიბა. იჭიატა. ვინა ნეტა? ან საიდან ეს ცეცხლოვანი ჟრუანტელის მონგრელი ხმა? ღვინო კახურო? ნეტა სათვარ? დამძიმებული თვალები რისვაივაგლახით გაახილა. თითქოს შეწებებოდა. ბუნდოვნად ჩანდა ყველაფერი. ისევ ახამხამა თვალები. სივრცე დაიწმინდა. უცნაურ ფორმიანი არსებები მიმოდიოდნენ. თავსალა დაატანა. თვალი რამდენჯერმე დახუჭა, გაახილა. კაფიოდ ჩანდნენ სკაფანდრიანი არსებები. შეეშინდა. აღარც ღრუბლებში აფრენა სურდა და აღარც იმ ჯოჯოხეთური ტკივილის განცდა. საოცარი ხმა კი ქუხდა. გინ თეთრი იყოს, გინდა წითელიო. შეიგრძნოს სხეული. ცრემლები წასკდა, ღვარად მოსდიოდნენ. უწყვეტ ნაკადა თითქოს წყარო მომოხეთქაო. როგორ მონატრებოდა სიცოცხლე. ცრემლებმა საბოლოოდ დააბრუნა ძმყოში. გონებაც დაეწმინდა და ყველაფერიც გაცხადდა. საავადმყოფოს პალატაში იწვა, მაგრამ უჩვეულო პალატა იყო. არ გავდა ჩვეულებრივ პალატას. თავთან ახლოს მონიტორი ედგა, კლავიატურა და უამრავი სადენი. პერსონალი თხემიდან ტერფამდე შეფუთული იყო, გამჭვირვალე შუშის მიღმა მხოლოდ გადაღლილი თვალები ჩანდა. ვერ გაარჩევდი კაცი იყო თუ ქალი. მისგან მოშორებით კიდევ ერთი საწოლი იდგა. მოაჯირებიანი. ასევე სადენებით დახუნძლული. პალატა თეთრ საბურველში იყო გახვეული. ფიქრმა წაიღო. აქ საიდან მოხვდი? ნუ თუ ის არის? მე ხომ გული შეტევით წამომიყვანეს. აბა, იფიქრე. ნუ თუ ჩამოიფქვა ჩემი საფქვავი. დაამთავრდა ყველაფერი? გაურკვევლობა მაწუხებს თუ არა, ის არასასურველი სტუმარი ყველასთან მიდის. ხოლო შენს თვალებსა და ცნობიერებაში არეკლილი სამყარო რჩება მარადჟამს. შენ კი ვინა ხარ? არის საგანატაცებული ერთი პატარა მოფარფატე ფოთოლი. მარადისობაში გადასვლამდე სევდას, ნაღველსა და სიყვარულს ნაზიარები წამიც და გაირინდები. ეტავ იმას, ვინც სარეცელში არ ხვდება სიკვდილს. ეტავ იმას, ვინც ვალმოხდილი მიდის სულთა საუფლოში. შიშმა შეიპყრო და ჟრუანტელმა დაუარა ტანში. ჩემგან სხვასაც ხომ არ მისწვდა. ბავშვები,
სივმა ოფლმა დაასხადა ყველა საფიქრალი ყველაფრის დამამხობელმა სიკვდილის ტოლფასმა შიშმა ჩაყლაპა. მაგრამ დროებით ისევ წამოიშალნენ და ასისინდნენ მოუხელთებელნი და დაუოკებელნი. უმთავრეს ჩაეჭიდა მაინც საიდან ეს უჩინარი სიკვდილის მაცნე. გონება დაძაბა და შეეცადა ყველა შესაძლო შემთხვევა გაეხსენებინა. გულმოდგინე დაიწყო ჩხრეკა. ვითომ ბაზარი? ბაზარი, ღია ბაზარი. არა და ღია სივრცეში ხომ ნაკლებს ავარაუდოა? არა, მაშინ ბაზრები დაკეტილი იყო. მხოლოდ ბაზრის ორივე მხარეს პატარა მაღაზიები მუშაობდა. მერე, აბა დაფიქრდი და კარგად გაიხსენე. ასეა ნამდვილად. იქ ვიყავი. უაჭველია იქიდან. და ისე გავუხარდა, თითქოს ამ სნეულების წამალი აღმოეჩინოს. შეხვედი მაღაზიაში. ხილს დაეძებდი ბავშვებისთვის. როგორც შენ, იმ გამყიდველ გოგოსაც ნიღაბი ქონდა სახეზე. თმა კი ისე ქონდა უკან გადაკაჩული, გეგონებოდა ცოტაც და ბუდეებიდან ამოუცვივაო. მაღალი შუბლი და ძალზე ლამაზი თვალები უჩანდა. ვითომ მისგან? შეუძლებელია. თან ორივე კარი ხომ ღია ქონდა. მოიცა. ბიჭი, რამ დამავიწყა. აგი რა გასაკვირია, ცოცხალი რომ ხარისაა გასაკვირი. გაგახსენდა ხო? ახალგაზრდა ბიჭი უნიღბოდ. გონი? დამხმარე, ისე კი გაგიკვირდა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე საქმიანობდა. შენკენ წამოვიდა. აწონილი ხილი მოქონდა. სტეკ. მერე. ასეა, მოახლოებისას ისე მძლავრად დააცემინა, თაროებიდან კი ნაღამ პროდუქტები გადმოსვიდა. არც ხელი აუფარებია. შენ კი გეკეთა ნიღაბი, მაგრამ გულში მწამს ვეგაკრა. რამე უბედურება არ ამკიდოს ამ ბიჭმაო. გადაუხადეს საფასური და წამოხვედი სახლში. იქნებ სხვაგანაც ქონდა მსგავსი სიტუაცია. ვერ იხსენებ, იქნებ რამეს მოკიდე ხელი და დაბანა დაგავიწყდა. არა, შეუძლებელია. ყოველთვის შეფუთული დადიოდი პირბადით. ხელთათმანებით და მკაცრად იცავდი ჰიგიენის წესებს. მაშ საიდან? სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. ანდაც რაღაცა მნიშვნელობა აქვს. ჩაფიქრდა და პალატას მოავლო თვალი. პალატის მეორე მხარეს პაციენტს ხელა აუტყდა. ისე ახველებდა, გეგონებოდა საცა გულღვიძლსა მოატანსო. მიისვიდნენ ექიმები და შველა დაუწყეს. რა დღეშია საბრალოო გაუელვა თავში. ალბათ მეც ასე ვიყავი. ახლაც ძლივს უნთქავ. ორჯერ მივახციე კიბემდე. ჩემი მობრუნება სიკვდილის წინ მსწრებია თუ გზა გამოჩაბთელებისკენ. ღმერთო, ნუღა განმაცდებინები მტკივილს და თვალებიდან ცრემლები წასკდა. დამშვიდდი, ყველა ხორციელი შენსავით ებღაუჭება სიცოცხლეს. ზეციურს მაინც მიწიერი ურჩევნია. ამაოა და ფუჭი ახლა ტვინის ჭყლეტა, რაც მოსახდენია მაინც მოხდება. ერთი კია, უნანებლად და უზიარებლად არ მინდა იქ წასვლა. ხოლოდ უძლურებაში მყოფს თუ ეწევა სინანულის განცდა.
იმიტომ რომ შეუცნობლის შიში თრგუნავს, ესე იგი სიკვდილის წინარე სინანულია? აქამდე არ გეცალა. მიწიერ საზრუნავებში იყავი ჩაფლული და ვნებები ბატონობდნენ შენზე, რომლის მოძალების ჟამს შიში გიჩლუნგდება და თავდავიწყებაში ვარდები. კი, ტაძარშიც დადიოდი, ლოცულობდი, ისე, ყასიდად. ბოლომდე ვერ გაიმეტე თავი ჭეშმარიტების შეცნობისთვის. გემძიმებოდა ზეციდან მოცემული მცნებების შესრულება. კი, ბევრს კითხულობდი, მაგრამ მხოლოდ კითხულობდი. ქრისტეს გზაზე შედგომა, ეს ხომ საკუთარი თავის უარყოფაა? არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად. სუსტი ვარო, სნეული ადამიანი ვარო, ადამიანური სისუსტეებით ვფიქრობდი. ჩემი სისუსტეები, ეს ხომ ადამიანური ბუნების გამოვლინებაო? სცოდავდი. კი, ბატონო. ვინ დამალვია ცოდვას, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მისი ტოლფასი სინანული არ გაგაჩნდა. კი, გაწუხებდა, მაგრამ არ ქონდა სათანადო განცდა საკუთარ ცოდვათა. ცრემლიც გადმოგიღვრია. მაგრამ არ იყო ის ცრემლები, ცოდვის ჩამობანა რომ შეძლებოდა. მადლი რომ მიგეღო. ახლა აქწევ ხარ სიკვდილის პირას მყოფი. ახლა მაინც თუ გაქვს სინანული, სიკვდილის ღრუბლთან მდგომს, ისეთი როგორცაც ზევიდან ითხოვე. შეინანეთ. რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცად. ვერ პასუხობ? საოცარი ადამიანის მიწაზე მიჯაჭვულობის ზალა. ნეტავ ადამიანი როდისმე არის მზად სიკვდილისთვის. რამდენიმე მოუგვარებელი საქმე მაქვს დარჩენილი. ერელები სიცოცხლეს, ჯერ არ ვარ მზადო. ნეტავ კი ყოფილა ოდეს მე ვინმე სიკვდილისთვის მზად? არა, თუ გამოვძვერი ამ სიტუაციიდან, სოფელს უნდა მივხედო. სავალალო მდგომარეობაშია სახლკარი, ეზო კარმიდამო. ისე ვითარდება მოვლენები, სოფელს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. საფლავის საქმეც მოსაგვარებელია. არ მშობლების გვერდზეა ადგილი. ისევ მიწიერზე ფიქრობ. დაუმარხავი ვინ დაუტოვებიათ. მიწის მიბარების ვალდებულება დარჩენილთა ხვედრია და გაგრძელდება ბოლო კაცსამდე. ორჯერ მომაბრუნა უფალმა. ნეტავ რატო? იმ ჯოჯოხე თურტკივილამდე საოცარ თავისუფლებას გრძნობდი და ენით აღუწერელ ნეტარებას. თუ ასე მიდის კაცი იქით, არ ყოფილა საშიში. არა, ჯერ ადრეა იქით წასვლა. ბევრი რამე მაქვს ჯერ კიდევ გასაკეთებელი. წუთი სოფელმა საკმაო გამოცდილება შემძინა და არ მინდა ეს გამოცდილება იქ წავიყოლო. გამოცდილება ხომ საკუთარ და სხვათა შეცდომათა გაანალიზებით მიღებული ცოდნაა და მინდა ეს ცოდნა სხვებსაც გაუზიარო. სამკვირიანი ომის შემდეგ სნეული გაჭირვებით დაუსხლდა ხელიდან სიკვდილის მარწუხებს. საბადმყოფოს ეზოში გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი. თავი მაღლა ასწია და ზეცას ახედა. ირგვლივ მიმოიხედა და კიბეს დაუღვა. ეზოში პატარა ხანს დაყოლმდა. ვერცხლისფერმა ნაძვმა მიიქცია მისი ყურადღება.
მიუახლოვდა, ხელით მიეფერა ნას წიწვებს და ჩაეხუტა. დიდხანს იდგა გაქვავებულით. მერე კი ცრემლიანი თვალები ხელუგუღმა მოიწმინდა და ხრებ აცახცახებული უსასრულო გზას დაადგა. დასასრული 2020 წელი თბილისი. სურათის მხატვარი მერაბ გეწაძე.